მოგესალმებით მეგობრებო, როგორ ხართ? მოვედი მოკლედ შემდეგი ენერგიის გარჩევით და ეს ენერგია უპირობოდ არის მერვე ენერგია, იმიტომ რომ წინა კვირას, როცა დავდე გამოკითხვა, პირადში იყო თუ ესე კომენტარების სახით, უალტერნატივოდ ლიდერობდა ენერგია რვიანი. მოდი ვიმსჯელოთ რვიანებზე, რვიან ბავშვებზე, იმიტომ რომ ვიხილავთ ამ ვიდეოების ციკლით ბავშვების ენერგიებს ძირითადში, თუმცა ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ჩვენი ზრდასრულობა უცებად იწყება ბავშვობიდან და რაც ყალიბდება ბავშვობის ასაკში, მეტნაკლებად ის ენერგიები მიყვება უკვე ზრდასრულობის პროცესშიც. რვიანი ენერგიის ბავშვები არიან ადამიანები, რომლებიც რა თქმა უნდა დაიბადნენ ნებისმიერი წლის და ნებისმიერი თვის 8 რიცხვში, 17 რიცხვში, 26 რიცხვში და ასევე ამ ენერგიის გავლენა მუშაობს იმ ბავშვებთან მიმართებაში, რომლებიც დაიბადნენ ნებისმიერი წლის აგვისტოს თვეში. რვიანი ენერგიის ბავშვების ყველაზე მთავარი აღმნიშვნელი კრიტერიუმი ეს არის სამართლიანობა. ისინი არიან საოცრად სამართლის მოყვარე და სიმართლის მოყვარე ადამიანები და მათთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ბავშვებს იგრძნონ, რომ მშობლები არ ატყუებენ. დაახლოებით ესე ლაგდება რვიანის ტვინში ეს პროცესი, რომ თუ იტყუება მშობელი, მაშინ იტყუება ყველა. იმიტომ რომ მისთვის მშობელი არის იმდენად დიდი ავტორიტეტი, ჩათვალეთ, რომ რაღაც ღმერთის დარი რვიანისთვის მშობელი და თუ მისთვის ეს ავტორიტეტი, ეს ღმერთი, ეს ღმერთთან გათანაბრებული რაღაცნაირი არსი, სუბსტანცია იტყუება და თავისუფლებას აძლევს, რომ იყოს სხვა ადამიანების მიმართ უსამართლო, რვიანის ცნობიერება ამით ინგრევა. ამიტომ მშობლებო, რომელსაც ყავთ ამ ენერგიის მქონე შვილები, 8, 17, 26 და აგვისტოს თვეში დაბადებული ადამიანები, თუ თქვენ თვითონ ხართ, თქვენ მიხვდებით, რატომ გაქვთ ეს გადაჭარბებულად სიმართლისა და სამართლიანობის მოთხოვნილება. ამ ენერგიას ახასიათებს როგორც ძალიან ასეთი დადებითი გამოვლინება, იმიტომ რომ კონფლიქტების მართვის საოცარი უნარი აქვს, იდენტიფიკაცია შეუძლია, რომ მტყუან მართალია ესევე პირდაპირ გაარჩიოს, მაგრამ მეორე უკიდურესობა ახასიათებს, რომ შეიძლება თვითონ იყოს კონფლიქტების ინიციატორი. ზუსტად იმის გამო, რომ კონდეს ეს ერთგვარი როგორ ვთქვა, მოთხოვნილება იმისა, რომ დაამყაროს წესრიგი, აღადგინოს სამართლიანობა, ესეთ ვარიანტში და ცოტა არ იყოს ნაწილობრივ, თუ ეს ენერგია განვითარდა მინუსში, შეიძლება ეს იყოს უფრო მეტად მოძალადეობრივი ენერგია, ვიდრე რაღაცა მშვიდობის მყოფელი. თუმცა რვიანი როგორ იწერება მათემატიკურად, ხო, ეს არის უსასრულობის ნიშანი და თუ რვიანი შეძლებს და თუ მის რვიანის მშობელი შეძლებს, რომ ერთი უკიდურესობიდან და მეორე უკიდურესობიდან ცენტრში მოიყვანოს თავისი ენერგია, გაათანაბროს სამართლიანობა და გაათანაბროს სულიერება, რვიანი აღწევს უდიდეს მასშტაბს ცხოვრებაში და ძალიან მასშტაბური ენერგია ყველაფერთან მიმართებაში, სადაც შეეხება და რასაც შეეხება რვიანი. ასევე ძალიან საინტერესოა რვიანი ბავშვები როგორ ურთიერთობენ ფულის ენერგიასთან. მათთვის ძალიან კარგია სწავლისათვის წახალისების ფორმა, რომ აიჩვენოთ მაგალითად თუ, იმიტომ რომ უყვართ სწავლა, მაგრამ ფულთან მიმართებაში თუ ეს გაჩნდება რაღაცნაირი მამოტივირებელი, ხომ, ძალიან დადებითად იმოქმედებს მერე ცხოვრებაში ფულად ნაკადებზე, ასე რომ ვთქვათ, რომ არ ქონდეთ საკუთარი შრომისთვის მოითხოვონ საკადრისი ანაზღაურება, ემსის შიში არ ქონდეთ. ხომ, დაუშვათ თუ წაიკითხავს ერთ გვერდს, მიიღებს რაღაცა სიმბოლურ 50-ს, თუ წაიკითხავს ორ გვერდს, მიიღებს 1 ლარს და ასე შემდეგ. ესეთი რაღაცნაირი ჯილდოს სახით შეგიძლიათ ჩამოუყალიბოთ თანმიმდევრობა შესრულებულ სამუშაოსა და მიღებულ ანაზღაურებას შორის. ასევე მე-17 ენერგიის მქონე ბავშვებზე მინდა გავამახვილო განსაკუთრებული ყურადღება და მშობლებს გითხრათ ერთი რამ.
რომ სრულიად აბსურდული, ალოგიკური რაღაცა რომ მოგთხოვოთ თქვენმა შვილმა, რომ აი მაგალითად მთელი ეს გენეტიკურად მოდიხართ და ხართ მედიცინის მუშაკები მაგალითად და შვილი გეუბნებათ, რომ იცი რა, მე უნდა გამოვიდე, მე ვიოლინე. ხო, აუცილებლად უთხარით კი ამ ყველაფერზე, ჩემო კარგებო, იმიტომ რომ მე-17 ენერგიის მქონე ადამიანი, ანუ სხვანაირად რვიანი, არის შედგენილი რვიანი, ერთიანისა და შვიდიანის კომბინაცია, ერთიანზეც მაქვს ვიდეო ჩაწერილი და შვიდიანზეც და ამათი კომბინაცია იძლევა განსაკუთრებულ ინტუიციურ ხედვას, სადაც თვითონ იცის პატარა ასაკიდან ბავშვმა სად შეიძლება მიიღოს უდიდესი წარმატება. და ეხლა მე მახსენდება უდიდეს წარმატებას ძალიან ხმამაღალი ნათქვამია ჩემს შემთხვევაში, მაგრამ მე მაქვს მე-17 ენერგია და მე მახსოვს როგორ ვეხვეწებოდი დედაჩემს, რომ გთხოვ, იქნებ ჩავაბარო ფსიქოლოგიურზე. ანუ ეს იყო, როდესაც მე ვიყავი 16 წლის, როდესაც ვაბარებდი უნივერსიტეტში და არავინ ჩემ გარშემო არათუ ფსიქოლოგია არ იყო, აბსოლუტურად არ იყო ტრენდი და მოდა, ასე რომ ვთქვათ, რომ გამხდარიყო ვიღაცა ფსიქოლოგი და ვისაც ფსიქოლოგი სჭირდებოდა, ნუ რა გარკვეულწილად სტიგმა არსებობდა, რომ აი ავადმყოფია და იმიტომ და მკურნალობა უნდა და იმიტომ და ასე შემდეგ. და დღეს ძალიან ბევრი წლის მერე, ვინც ჩემი ასაკი იცით, მიხვდებით რამდენი წლის მერეც, მე ამ სფეროში მაინც ვცდილობ რომ დავბრუნდებ, ვცდილობ რომ თავი დავიმკვიდროთ, ვცდილობ რომ საკუთარ თავზე ვიმუშაო და სულ პირველი ვიდეო რაც ჩავწერე, მაშინ თქვი რომ ვინც ძალიან კარგად მიცნობს, თქო იმან იცის რამდენი წელი მაკავშირებს მე ფსიქოლოგიასთან. მიუხედავად იმისა, რომ მე არ ჩავაბარე ფსიქოლოგიურზე და ვარ პროფესიით ეკონომისტი, აუდიტორი და ასე შემდეგ და პროფესიულ სფეროებშიდაც არ ვიქნები ძალიან თავდაბალი და ვიტყვი რომ მეთქმის 1-2 სიტყვაც, ასე რომ ვთქვათ, მაინც მუდმივად აი მომყვება ეს სურვილი რომ მეკეთებინა ის საქმე რაც ძალიან მიყვარდა. ამიტომ თუ გამოიყენებთ ჩემ მაგალითს, დამერწმუნეთ რომ აუცილებლად მიეცით შესაძლებლობა რომ ბედის ცადოს. აქ არ არის აუცილებელი რომ მანდა მაინც რაღაცა ვარსკვლავები და აიპყროს და წარმატებას მიაღწევს, თუმცა რვიანი, ერთიანი და შვიდიანი არ არსებობს, რომ ესე არ იყოს რეალურად. შეიძლება ცოტა გრძელი გზის გავლა დაჭირდეს, მაგრამ მაინც მივა დანიშნულების წერტილში. ენდეთ თქვენი შვილების ინტუიციას, რვიანული ინტუიცია არასდროს არ არის მყიფე, გარკვეულ ლოგიკებს ეფუძნება, თუმცა ძალიან საინტერესოა ასევე ბავშვებთან მიმართებაში ის, რომ გთხოვოთ მშობლებს იზრუნოთ მათ სულიერებას. მე წეგან გითხარით, რომ რვიანის სამართლიანობა მშობელთან მიმართებაში გათანაბრებულია ღმერთის სამართლიანობასთან და ღმერთის სამართალთან, ანუ სამყაროს შემოქმედთან დაკავშირებული კითხვები რვიანს ძალიან ღრმა ბავშვობიდან შეიძლება ტანჯავდეს და აწუხებდეს, რომ აი მაგალითად გისვამდეთ შეკითხვას, რატომ იღუპებიან ბავშვები, რატომ ფეთქდება რაღაცა, რატომ ვარდება მეტეორი და ასე შემდეგ, იმიტომ რომ ანუ რატომ ხდება უდანაშაულო ადამიანების რაღაცა მისთვის წარმოუდგენელი და უსამართლო ფორმით ან გარდაცვალება ან დასჯა. ამიტომ განუვითარეთ თქვენ შვილებს ისეთ უპასუხო შეკითხვებზე პასუხების მისაღებად სულიერებაში, რომ ეძიონ შესაბამისი უკავშირები და საკუთარი თავი ამ კუთხით დაამშვიდონ კიდეც და უფრო მეტად შეინარჩუნონ სულიერ ნაწილში ჰარმონია და სამყაროსთან ურთიერთკავშირი. რვიანი, როგორც წეგან უკვე აღნიშნე, არის უსასრულობის ნიშანი და უსასრულობა ნიშნავს უსასრულო დასაწყის და უსასრულო დასასრულს. ამიტომ ეს რვიანი არის ზუსტად აი ამ დასაწყისისა და დასასრულის სიმბოლო, რომელიც აი ესე მუდმივად ტრიალებს ერთსა და იმავე წრეზე არა, მაგრამ შეიძლება რომ უარყოფით გამოვლინებაში იტრიალოს ზუსტად ერთსა და იმავე წრეზე. თუ არ გაანგრევს, თუ არ დაარღვევს აი ამ რაღაცნაირ შემზღუდავ რწმენა წარმოდგენებს ტყუილ მართალსა და უსამართლობასა და სამართლიანობას შორის. რვიანი ძალიან მასშტაბური ენერგიაა, ძალიან გენიალური ენერგია. ამ ენერგიის ქვეშ მყოფი ბავშვები არიან ძალიან ძლიერი ფიზიკურად ადამიანებიც და მათთვის მნიშვნელოვანია ასევე რომ დაკავდნენ
ელიტარული სპორტით, როგორიც არის თუნდაც გოლფი, თუნდაც ჩოგბურთი, თუნდაც ბილიარდი, აი ესეთი რაღაცეები მოკლედ ძალიან უყვართ. ესეთი იყო როიანი ენერგიის განხილვა, იმედი მაქვს მოგეწონათ და ველოდები უკვე თქვენს უკავშირებს, თქვენ კი დაელოდეთ ჩემს შემდეგ ვიდეოებს. დროებით.